მიზეზი რა იყო თქვენი სვანეთიდან წამოსვლის? ჩვენი სვანეთიდან წამოსვლის მიზეზი ეს იყო, რომ არც სახლი დაგვიტოვეს, სახლი გადაგვიწვეს, მეორე სახლი კიდევ რომელიც დამწვარი არ არის, ის ისე იმდენი ნატყვი არია, იმდენი ქვეყანა ბომბები დააყარეს, რომ ეს ნაპრალები აქვს გაჩენილი კედლებს და იქ არის ცხოვრება ადამიანი. ზემოდან კიდე დასხრილული იყო ის რა ქვია, ჭერი. განცხადება გვაქვს შეტანილი პროკურატურაში. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უნდა გამოუშვანეთ უდანაშაულო ბიჭები, ესენი მაინც ამდენი წელი 9 წელიწადია ზიან აბსოლუტურად ტყუილად. ამდენი სასამართლო ჩატარდა ამ ბიჭებზე ერთი რაიმე ხელმოსაკიდი, არავითარი ის არ აქვთ ბიჭებს აღიარებითი ჩვენება ან რამე. მე მაგ ხელისუფლების იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესენი არიან სწორი მიმართულებით მიდიან, მაგათი სასამართლოს იმედიც მაქვს და აბსოლუტურად მე ძალიან იმედი მრჩება, რომ განთავისუფლებენ ბიჭებსაც ცოტა სულს მოვითქვამ. მახალი ხელისუფლებას მე ვერაფერს ვერ მოვთხოვ, გარდა იმისა, რომ მოხდეს გამოძიება, რა მოხდა ჩვენს ოჯახში, ვინ მოკლა ჩემი მეუღლე, ვინ მოკლა ჩემი შვილი, ვინ დაჭრა გოჩა, ვინ გადაგვიწვა სახლი, ეს ყველაფერი აბსოლუტურად მშვენივრად იცის ბარამიძემ და მე იმედი მაქვს, რომ მაგას გამოიძიებენ და ყველა თავის სასჯელს მიიღებს. არავის არ შემოუთავაზებია, დაგვრჩა ეს ჩვილი სკოლის ბავშვები, ცალკაში ჩამოსვლაში ნათესავები დაგვეხმარენ ყველამ, ვის რა შეეძლო, ყველამ დაგვეხმარა, ზოგი ტრანსპორტით მოვიდა, ზოგი რითი და წამოგვიყვანეს აქ. აქ ძალიან მძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება. ახლა ბავშვების ამარა დავრჩით და ნათესავების დახმარების ამარა. 6 სული ვართ და 2 ციხეში გვყავს, ციხე მით უმეტეს რა გაჭირება ყველა ოჯახისთვის და იმათ ცალკე უნდა თავისი ხარჯი და თავისი ისა და